16 იანვარს შაბათს პირიმზის შენობაში კოლმეურნეობის მოედანზე ნაციონალური მოძრაობის სატელიტმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაატარეს შეხვედრა ბრძანისის რაიონის ამხანაგობის თავმჯდომარეებთან და მათ ნაციონალური მოძრაობის მათ წარმომავლობაზე მიუთითებდა სწორედ ის ლოკაცია, სადაც ეს ჩატარდა და შესაბამისად ამ სივრცეში განთავსებული სურათები, რომლებიც წარმოადგენდნენ ხელისუფლების წარმომადგენლების გაშარჟებულ სურათებს, მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი ბინძური კამპანია წინასაარჩევნოდ. ისინი მოუწოდებდნენ ამხანაგობის თავმჯდომარეებს, რომ ჩართულიყვნენ პოლიტიკურ საქმიანობაში იმ თვალსაზრისით, რომ თითქოს და მათ გაეკონტროლებინათ მუნიციპალიტეტის საქმიანობა. მე მინდა ყველა ამხანაგობის თავმჯდომარეებს მოუწოდო, ნუ მიიღებენ მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობის ბინძურ საქმიანობაში, PR კამპანიაში, რადგან ჩვენ უარი ვთქვით ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ ამგვარ პრაქტიკაზე, როდესაც ხდებოდა როგორც ამხანაგობის თავმჯდომარეების, ისე ბაღის პედაგოგების, ისე ბაღის გამგებლის მოადგილეების, სკოლის პედაგოგების და ასე შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩათრევა, შესაბამისად მოახდინეთ ამხანაგობის პროგრამის რეფორმირება, რომლის საფუძველზეც უფრო გამჭვირვალე გახდა ამხანაგობის ესე იგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობა, შესაბამისად უფრო ეფექტურად იხარჯება ბიუჯეტი და უარი ვთქვით იმ პრაქტიკაზე, როდესაც ესე იგი ერთგულების, პოლიტიკური ერთგულების მიზნით ხდებოდა პროექტების დაფინანსება. თქვენ შეგიძლიათ ეს ძალიან კარგად ნახოთ თუ გაადაავლებთ წინა ხელისუფლების საქმიანობას, როდესაც თითქმის მხოლოდ ის პროექტები ფინანსდებოდა, იმ ამხანაგობის თავმჯდომარეების პროექტები ფინანსდებოდა, რომლებიც ერთგულები იყვნენ ნაციონალური მოძრაობის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთხოვთ კიდევ ერთხელ და მოუწოდებთ ამხანაგობის თავმჯდომარეებს, ნუ მიიღებენ ამ ბინძურ კამპანიაში მონაწილეობას. მათ იციან, რომ ჩვენთან ურთიერთობა მუნიციპალიტეტთან, ჩემთან როგორც დეპუტატთან ურთიერთობა არის ძალიან ღია, გამჭვირვალე, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოსვლა და შესაბამისად თუ მათ უფრო აქტიური მონაწილეობის სურვილი აქვთ, თქვათ იგივე პროექტების პრიორიტეტების განსაზღვრაში, ბიუჯეტის დაგეგმაში და ასე შემდეგ, ამისთვის ჩვენ თავაზობთ უამრავ შესაძლებლობას, მაგალითად მე მაქვს საზოგადოებრივი საბჭო, სადაც ნებისმიერ შეუძლია მოვიდეს და გამოთქვას აზრი იგივე ბიუჯეტის განკარგვასთან დაკავშირებით და ვთხოვთ კიდევ ერთხელ და მოუწოდებ, რომ არ გახდნენ ისინი ვიღაცის ხელში პოლიტიკური იარაღი. ამ შეხვედრას პირადად ვესწრებოდი მე და ჩემი ესეთი შეშფოთება, აღშფოთებაც რაც გინდა დაარქვი და შიშიც, ერთგვარი შიშიც გამოიწვია ზუსტადაც იმ გარემომ, ზუსტადაც იმ გაშარჟებულმა პლაკატებმა და ძალიან ისეთი სერიოზული ეჭვი და შიში გამიშდა, რომ ეს არ იყოს პოლიტიზირებული, იმიტომ რომ ჩვენ ამის მწარე გამოცდილება გქონდა, როდესაც ამხანაგობის თავმჯდომარეებს პირდაპირ მიზნების, თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა ნაციონალური მოძრაობა, ეხლა ანუ წინა ხელისუფლება, ეხლა აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მე როგორც ამხანაგობის თავმჯდომარე, არანაირი პრობლემა კომუნიკაციის არ არსებობს არც მაჟორიტარ დეპუტატთან, არც მუნიციპალიტეტთან. აბსოლუტური წდომა მე პირადად მაქვს ბიუჯეტთან, რომელსაც ვადევნებ თვალყურს რა მიზნებისთვის იხარჯება. ვერავინ ვერ შემედავება იმაში, რომ ეს პროცესები არის აბსოლუტურად, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე ამას ძალიან ბევრი წლები, აი ამ სამართლიანობას, ასე ვთქვათ, ძალიან ესეთი ვებრძოდი, რომ დამყარებულიყო და პოლიტიკური აი ესეთი მიზნებისთვის ამხანაგობების და ბევრი რაღაცების გამოყენება, რომ დამთავრებულიყო ქვეყანაში და მე მინდა ვთქვა, რომ ეს ამისგან, ამ პოლიტიკური წნეხისგან ეს პროცესები არის თავისუფალი, აბსოლუტურად. ეხლა მივახციეთ ამას. არ ხდება პოლიტიკური ნიშნით დაფინანსება, მნიშვნელობა არ აქვს, არავინ არ კითხულობს, შენ რომელი პოლიტიკური პარტიის და რომლის ვისახა, რა ქვია, მხარდამჭერი.
და აი მე მინდა ვთხოვო არასამთავრობო ორგანიზაციებს მივმართო ყველას ვინც ეხლა მოქმედებს აი ეხლა შეფარულად და ვინც მომავალში იმოქმედებს რომ ჩვენ ამ ხანაგობის თავმჯდომარებს არ გვჭირდება შუამავალი მაჟორიტარ დეპუტატთან და მუნიციპალიტეტთან აბსოლუტურად არ გვჭირდება ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად თავისუფალი კომუნიკაციის საშუალება და გვაქვს დაფინანსება მე მაგალითად ყველა რა განცხადებად შევიტანე ყველაფერი მოაწესრიგეს, ყველაფერი გააკეთეს, ეხლა ეს თემა შორს წამიყვანს, ანუ მე მინდა ეხლა ხაზგასმით, რისთვისაც გამოდივარ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ მოხდეს ისევ ვიღაცეების ჩარევა არასამთავრობოების ესე რაღაც შუამავლების და რაღაცა იმის საშუალებით ისევ პოლიტიზირება რაღაც ამ შეპირებები რო თქვენ აი მოვახდეთ ზეწოლას რაღაც დაფინანსებებს გაგიკეთებთ ჩვენ დონორ ორგანიზაციებს ვთხოვთ რომ თქვენ რაღაც დაგაფინანსოთ თუ არ მოხდება დავუშვათ თუ მერიამ და მუნიციპალიტეტმა ვერ დაგიფინანსოთ აი ეს რაღაცებს ამბობენ და მე ეს არ მინდა დავუშვათ არ მინდა შუამავალი იმიტომ რომ ეჭვს მიჩენს რომ ისევ პოლიტიზირება მოხდება და არჩევნებისთვის გამოყენება ელის და არ მჭირდება არანაირად